ტიმირიაზევის სასოფლო სამეურნეო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი სერგეი გოლოვკინი გვიან შემოდგომის საღამოს ბეგოვაიას ქუჩაზე მიდიოდა. ის ცენტრალური იპოდრომისკენ მიემართებოდა, რათა ცხენები გამოეკვება და მათ მოფერებოდა, თან ცხენოსნობის სექციაში მეგობრებს უნდა შეხვედროდა. ცხენები მისი ერთადერთი გატაცება იყო, სწორედ მათ გამო ჩაირიცხა ის ტიმირიაზევში, იქ ისწავლობდა, შემდეგ ზოოტექნიკოსი რომ გამხდარიყო. ქუჩაში ხმაური ისმოდა, იქ ვიღაც მთვრალი ახალგაზრდები ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ. მიახლოებისას სერგეიმ დაინახა, რომ ისინი 12-15 წლის მოზარდები იყვნენ. მოზარდთა ჯგუფი შემდეგ მასთან მივიდნენ და მოულოდნელად თავს დაესხნენ. 2-3 მათგანს ის კიდევ გაუმკლავდებოდა, მაგრამ 10-ოდე იყვნენ და გაქცევაცადა, მაგრამ ვერ მოასწრო. ის წააქციეს და სასტიკად სცემეს, მუშტებითა და ფეხებით უსწორდებოდნენ ნეკნებში, თირკმელებში, საზარდუულში და ზამთრის მძიმე ფეხსაცმელებს ურტყამდნენ სახეში. ბოლოს მოზარდებს ცემა მობეზრდათ და წავიდნენ, ის ისე დატოვეს, რომ ჯიბეებიც არ გაუჩხრეკავთ. სერგეი საკუთარი სისხლის კუბეში იწვა წინა 2 კბილის გარეშე, გატეხილი ცხვირითა და ტვინის შერყევით. შემდეგ როგორც იქნა წამოდგა და ბარბაცით გაუყვა გზას უკან სახლისკენ. ითვლება, რომ სწორედ ეს საღამო იქცა ერთგვარ წყალგამყოფად მის ცხოვრებაში. ამბობენ, რომ მაშინ ასფალტზე დაეცა ერთი ჩვეულებრივი მორცხვი ინტროვერტი სერგეი გოლოვკინი, ხოლო იქედან ადგა უკვე ურჩხული სოციოპატი სახელად ფიშერი. თავად მანიაკი მოგვიანებით თავის დაკითხვის ოქმებში და ჩვენებებში ამ შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ამბობდა, რომ შემდგომი მოვლენები სწორედ შურისძიების ძლიერმა სურვილმა გამოიწვია. მე ვცდილობდი ეს ბიჭები მეპოვა, რომ სამაგიერო გადამეხადა, ხშირად დავდიოდი იპოდრომზე, მაგრამ მათი ნახვა ვერ შევძელი. შურისძიების წყურვილი მახრჩობდა არა მარტო იმ კონკრეტული დამნაშავეების, არამედ უკვე ნებისმიერი პირველივე შემხვედრის მიმართ და მკვლელობების დაწყებაც ალბათ მაგიტომ გადავწყვიტეთ ჩემს ცემაში მონაწილე ბიჭების პოვნა, რომ ვერ შევძელი. ცემის მომენტი ეს ის სცენაა, რამაც ჩემში გააძლიერა სადისტური ფანტაზიები, წარმოვიდგენდი როგორ ვუსწორდებოდი დამნაშავეებს, როგორ ვაუპატიურებდი, ვანაწევრებდი მათ სხეულებს და ეს წარმოსახვა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. თითქოს შური ვიძიე, თითქოს სამართლიანობა მიზეიმა, მაგრამ შემდეგ დრო გადიოდა, მე კი მათ ვერ პოულობდი. დროის გასვლის მიუხედავად მოკვლის სურვილი არათუ ნელდებოდა, არამედ ამყარებდა ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ეს აუცილებლად უნდა გამეხორციელებინა. მე უკვე მყავდა შერჩეული მსხვერპლის იდეალური ტიპაჟი, ეს უნდა ყოფილიყო გამხდარი, მუქთმიანი მოზარდი, 11-15 წლის ბიჭი, კომუნიკაბელური, თავგადასავლების მოწევის და ალკოჰოლის მოყვარული, იხსენებდა გოლოვკინი. გვერდიდან თუ დავაკვირდებით, ეს ვერსია საკუთარი თავის უხეშად გამართლების მცდელობას უფრო ჰგავს, თითქოს ის ამბობს, ნახეთ, მეც მსხვერპლი ვარ. მაგრამ ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 13 წლის სკოლის მოსწავლე სერიოჟა გოლოვკინმა ეზოს კატა სახლში მიიყვანა, ოთახში ჩაიკეტა, კატა თოქზე ჩამოკიდა, შემდეგ თვალები დათხარა, თავი მოაჭრა და დაანაწევრა. ისიც ცნობილია, რომ მშობლებთან ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ მან ეგრეთ წოდებული კიპიტელნიკი აკვარიუმში ჩაუშვა თევზებთან ერთად და ისინი მოხარშა. ამ ასაკში სერგეის ძალიან უყვარდა ფილმები მეორე მსოფლიო ომზე, უფრო ზუსტად კი ის ეპიზოდები, სადაც ფაშისტები დატყვევებულ პარტიზანებსა და მშვიდობიან მოსახლეობას აწამებდნენ. მისი თანაკლასელი და შემდეგ როკ-ჯგუფ კრემატორიუმის ლიდერი არმენ გრიგორიანი ჟურნალისტთან ყვებოდა, თუ როგორ წაუკითხეს გამომძიებლებმა დაკითხვისას ფიშერის ჩვენებიდან ეპიზოდები, რომლებშიც ის აღწერდა, თუ როგორ ოცნებობდა უკანა მეხზე მჯდომი თანაკლასელების სასტიკად წამებასა და დანაწევრებაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თვრალ მოზარდ ხულიგნებთან შეხვედრის მომენტისთვის მომავალი ფიშერი უკვე სრულად ჩამოყალიბებული ფსიქოპათი იყო. თავდასხმას არ უქცევია ის მანიაკად, მან გასამართლებელი საბაბი შეიქმნა, ამით საკუთარი თავისთვის მხოლოდ. პირველი მკვლელობა გოლოვკინმა 1986 წლის 19 აპრილს ჩაიდინა. ქალაქ საველოოსთან ახლოს მდებარე სადგურ კატუარზე ის მატარებლიდან გადმოსვლის შემდეგ ტყეში შევიდა, სადაც 16 წლის ანდრეი პავლოვს გადააწყდა. იმ საღამოს ბიჭი არყის ფოთლების შესაგროვებლად იყო წასული და ტყის სიღრმეში მოსაწევად შეჩერდა. ამ დროს გოლოვკინი მას უკნიდან მიეპარა და თავს დაესხა, დანის მუქარით გახადა და გააუპატიურა, შემდეგ სამართებლით ყელი გამოჭრა, ბოლოს კი გვამი იქვე დატოვა. მეორე დღეს პავლოვის გვამი მისმა მამამ ტყეში იპოვა. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ კაცმა გულისმწვავე ინფარქტი მიიღო და ერთ კვირაში გონს მოუსვლელად საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე მკვლელობა სერგეი გოლოვკინმა 1986 წლის 10 ივლისს ჩაიდინა. პიონერთა ბანაკ ზვიოზნოსთან, რომელიც სოფელ უგრიუმოვში ოდინცოოს რაიონთან ახლოს მდებარეობს, მან შეამჩნია 14 წლის ანდრეი გულიაევი.
გოლოვკინმა მას დანის მუქარით ხელები წელს უკან თოკით შეუკრა, ტყეში შეიყვანა, გააუპატიურა, დაახჩო და შემდეგ გვამზე სხვადასხვა ზემოქმედება ჩაატარა. გვამს გენიტალიები მოაჭრა, გაუფათრა მუცლის ხრუ, შემდეგ კი შინაგანი ორგანოები ამოაცალა. 2 დღის შემდეგ 12 ივლის ბიჭის თავმოჭრილი სხეული სოკოს მკრეფავებმა იპოვეს, ხოლო რამდენიმე მეტრში ბუჩქებში მის თავსაც მიაგნეს. გამომძიებლებმა პიონერთა ბანაკ ზვიოზდინოში დაღუპული ანდრეი გულიაევის მეგობრის, ბორის ვორონცოვის დაკითხვა დაიწყეს, რომელიც საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა განყოფილებაში. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ ჩვენებაში მოცემული ფაქტები მოზარდის ფანტაზია იყო, თუმცა გამოძიება დიდხანს მიყვებოდა ამ ცრუ კვალს. მან გამომძიებლებს მანიაკი აღუწერა როგორც მაღალი ადამიანი ნიკაპზე შრამით, ხელზე კი ხანჯლისა და გველის სტატუთი. ვორონცოვი ამბობდა, რომ მანიაკი ბავშვებს თითქოს ფიშერად გაეცნო და ის ახლახან გაქცეული იყო ზონიდან. ვორონცოვის მონაყოლი ამბავი მალე ხალხში გავრცელდა, რის შემდეგაც სახელი ფიშერი ბევრ ადგილზე იყო ამოტვიფრული პარკებში, სკამებსა თუ კედლებზე და ფიშერის შესახებ პიონერები ღამით საშინელ ამბებს უყვებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. მოგვიანებით ადა იაკუშევას ცნობილი ჰიტის მიხედვით, საღამო დახეტიალობს, ბავშვებმა სიმღერაც კი შეთხზეს, ფიშერი დახეტიალობს ტყის ბილიკებზე. საბოლოოდ მთელი ეს მითოლოგია თავად გოლოვკინის ყურამდეც მივიდა, მას მოეწონა მისთვის შერქმეული ეს ზედმეტსახელი, რაც შემდგომში სიამოვნებით გამოიყენა. ის სისხლიანი სპექტაკლის დაწყებამდე მომავალ მსხვერპლებს უკვე ასე წარუდგებოდა ხოლმე, ფიშერზე თუ გაგიგიათ? ხო და ეს მე ვარ. გამომძიებლები შეუდგნენ ტოტალურ და ყოვლისმომცველ შემოწმებას. მაშინ რუსეთის მასშტაბით შემოწმდა 5797 ფსიქიკურად დაავადებული პირი, 1628 ნასამართლები და 453 სასჯელ მოხდილი ადამიანი, რომლებიც სექსუალურ დანაშაულებში იყვნენ შემჩნეული. ანუ ესენი იყვნენ ადრე დაკავებული ჰომოსექსუალები და პედოფილები. შემოწმდა ყველა ის ყოფილი პატიმარი, რომლებსაც ჰქონდათ მეტსახელი ფიშერი ან ტატუ ხანჯლისა და გველის სახით, უყვარდათ თევზაობა და ასე შემდეგ. მთლიანობაში შეამოწმეს სულ დაახლოებით 40,000 ადამიანი, რის შედეგადაც 2000-ზე მეტი დანაშაული იქნა გახსნილი, მაგრამ გოლოვკინი მათ გაბმულ ქსელში მაინც ვერ გაება. ჩადენილი პირველი 2 მკვლელობის შემდეგ სერგეი გოლოვკინმა დროებით მიმალვა გადაწყვიტა. დიმირიაზევის აკადემიის დამთავრების შემდეგ გოლოვკინი განაწილებით მოსკოვის ნომერ 1 საცხენოსნო ფერმაში, სოფელ გორკიატში, ოდინცოვოს რაიონში მხედრის დამხმარედ მოეწყო. იქ მისი კარიერა საკმაოდ სწრაფად წავიდა წინ, მალე ის ზოოტექნიკოს სელექციონერის პირველი კატეგორიის კვალიფიკაციამდე ავიდა. მისი გადაყვანაც კი სცადეს ჩინოვნიკის თანამდებობაზე, ცხენების ფერმებისა და იპოდრომების საკავშირო ტრესტში, მაგრამ გოლოვკინმა ქაღალდებთან მუშაობა იუარა და ცხენების ფერმაში დარჩენა ამჯობინა. 1999 წელს პროფესიულ საქმიანობაში განსაკუთრებული წარმატებების გამო მას საბჭოთა სახალხო მეურნეობის ვერცხლის medali მიენიჭა. იმისთვის, რომ ასეთ ძვირფას თანამშრომელს ყოველდღიურად მოსკოვიდან გარეუბანში ელექტრომატარებლით არევლო, ცხენების ქარხანამ მას პერსონალური საცხოვრებელი ფართი გამოუყო. მოგვიანებით კოლეგები დასცენდნენ, სერგეი ცხოველებზე იყო მიჯაჭვული განსაკუთრებით ცხენებზე და მას საათობით შეეძლო მათზე ზრუნვა, ადამიანებზე მეტად მას ცხენები უყვარდაო. სამსახურში გოლოვკინს პატივს სცემდნენ და თან ეცოდებოდათ, ის სულ რაღაცნაირი მარტოსული და ეული ადამიანი ჩანდა. მამაკაცები ინსტინქტურად ერიდებოდნენ, ხოლო ქალები ცდილობდნენ გამოეკვებათ და გაერთოთ ის, მაგრამ ქალების მასთან დაახლოების ნებისმიერ მცდელობას გოლოვკინი ჯიუტად უგულებელყოფდა, რის გამოც ზოგიერთ თანამშრომელს ის ცისფერად მიაჩნდა. ამასთან ერთად კოლეგები გოლოვკინის ერთ უცნაურობასაც ამჩნევდა, ნებისმიერ მისთვის დავალებულ სამუშაოს ის სუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა, მაგრამ განსაკუთრებული ვნებით იყო დაკავებული ორი რამით, როდესაც ფაშატებს ამშობიარებდა და როცა მათ მაკეობაზე ამოწმებდა. ორივე ოპერაციისთვის კი საჭირო იყო ცხენის სასქესო ხვრელში ხელის ბუნებრივად ჩაყოფა. გოლოვკინს ამ დროს თვალები უტრიალდებოდა და სახეზე ისეთი სიამოვნება აღებეჭდებოდა, მასთან მომუშავე სტაჟიორების შემდეგ დაკითხვაზე იხსენებდნენ, რომ მათ იმ მომენტში რცხვენოდათ მისი აშკარად აღზნებული სახისთვის შეეხედათ. ვინც გოლოვკინზე გიждდებოდა ცხენების ფერმასთან ახლოს მდებარე დასახლება გორკიატში მცხოვრები ბიჭები იყვნენ, რომლებსაც ის პრინციპულად არ ეხებოდა. სიამოვნებით ურთიერთობდა, მეგობრობდა და შეეძლო საათობით ელაპარაკა ცხენოსნობაზე და ცხენით ჯირითზე მათთან. ბიჭებს ცხენით გასეირნების უფლებას აძლევდა და ასწავლიდა ყველაფერს, რაც თვითონ იცოდა. ნაცნობი მოზარდებისგან შერჩეული რამდენიმე ბიჭისთვის კი გოლოვკინს განსაკუთრებული სიურპრიზები ჰქონდა. ის ცხენების შეწყვილებისას მათზე დაკვირვების ნებას რთავდა მათ, შემდეგ თავის სამუშაო ოთახში მიხავდა, სთავაზობდა მოწევას და არაყის ან სუფთა სპირტის დალევას. სამაგიეროდ ბიძია სერიოზასთან წასასვლელად ბიჭებს მშობლებისთვის დამაჯერებელი საბაბის მოფიქრება ევალებოდათ, შინისკენ წასულებს კი გვერდითი ბილიკებით უნდა ევლოთ და არავისთვის არაფერი ეთქვათ. 1986 წლის ივლისიდან 1990 წლის აგვისტომდე ფიშერს არცერთი მკვლელობა და თავდასხმა მოზარდებზე აღარ ჩაუდენია.
ის მაქსიმალურად ფრთხილობდა და კარგად იცოდა თუ ის კვლავ განაგრძობდა მოზარდების გვამების მიმოფანტვას ოდინცოვოს რაიონის ტყის მიდამოებში, ადრე თუ გვიან მას მაინც იპოვნიდნენ და არავითარი ფიშერის მითი არ უშველიდა. პირველი ორი მკვლელობის შემდეგ მთელი ეს 4 წელი გოლოვკინი წესიერი მოქალაქის მოჩვენებითი ცხოვრებით ცხოვრობდა. სამსახურში თვალის ასახვევად რამდენიმე რომანიც კი გააბა 1987 წლის ზაფხულში დედასთან და დასთან ერთად კოსტომას ოლქის დასასვენებელ ბაზა ლუნევოში დაისვენა, ხოლო მომდევნო ზაფხულის შვებულება იმავე მოსკოვის გარეუბანში მდებარე სანატორიუმ ალექსიმ ბორში გაატარა. ამ დროისთვის სამსახურში ის უკვე საკმაოდ ბევრს გამოიმუშავებდა. რადგან გოლოვკინმა ტყეში მკვლელობების შეწყვიტა, ის დანაშაულების ჩადენას თავის ბინაში განიხილავდა. თუმცა მოგვიანებით ეს იდეა უარყო, რადგან ბინა მკვლელობების ჩასადენად არასაიმედო ადგილად მიიჩნია. გოლოვკინმა მთელი ეს დრო გამოიყენა მოქმედების ახალი გეგმის შესადგენად. 1989 წელს შეიძინა VAZ-2103 მარკის კრემისფერი ავტომობილი და მწვანე ფერის გარაჟი სამსახურთან ახლოს. მას სურდა ავტომობილი გამოეყენებინა და ავტოსტოპერები ან ქუჩაში მარტოდ მიმავალი მოზარდები აეყვანა. ამის შემდეგ კი გარაჟს მისი სადისტური ფანტაზიების განხორციელებაში საკვანძო როლი უნდა ეთამაშა. გარაჟის მდებარეობა მან განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩია მეზობელი გარაჟებიდან და საცხოვრებლიდან შორს, მაგრამ სამსახურეობრივი ბინიდან 2 ნაბიჯის მანძილზე. ის დღე და ღამე მიწას თხრიდა და ავტოფარეხის ქვეშ აწყობდა არა სარდაფს, არამედ ნამდვილ ბუნკერს, რომელიც ბეტონის ფილებით იყო მოპირკეთებული, რათა იზოლირებული ყოფილიყო ხმა. ფარეხიდან ქვემოთ ჩასასვლელი კიბე თოკის მარყუჟის ჩამოსაკიდებლადაც გამოიყენებოდა. კედელზე ჩამაგრებული იყო რკინის 2 კაუჩი, იატაკზე კი იდგა რკინის საბავშვო ვანა. მაგიდაზე ეწყო ქირურგიული დანები, ასევე ხელნაკეთი ხანჯლები, სტილეტები, ნაჯახები და თოკები. გარაჟის კიდეებში კი ეწყო ცელები, გრდემლი, წყვილი შემდუღებელი ლამპა, ეგრეთ წოდებული ფარსონკა, ჭერზე კი 2 დიდი თეთრი ნათურა ეყენა. მოგვიანებით სერგეი გოლოვკინი დაკითხვაზე ამბობდა, 1990 წელს საკუთარ ავტოფარეხში სარდაფი ამოთხარეს, სადაც თავდაპირველად სახელოსნოს გაკეთებას ვაპირებდი, თუმცა შემდეგ იდეა გამიჩნდა, რომ სარდაფი სექსუალური აქტებისა და დანაშაულებისთვის უსაფრთხო და იდეალური ადგილი იქნებოდა. 1990 წლის 11 აგვისტოს გოლოვკინმა მანქანით წაიყვანა 15 წლის სერგეი ზახარენკოვი, რომელიც კალუგის ოლქიდან თავის ნათლიასთან გორკიათში სტუმრად იყო ჩამოსული. გოლოვკინმა მას მოსაპარად ერთად წასვლა შესთავაზა, მაგრამ ბიჭმა კატეგორიული უარი უთხრა. მაშინ გოლოვკინმა ბიჭს ავტოფარეხში დახმარება სთხოვა, რაზეც ის დათანხმდა. მსხვერპლი გარაჟში ამოთხრილ სარდაფში შეიტყოა, ფიშერმა მისი გაუპატიურება და წამება დაიწყო. შემდეგ მსხვერპლს 35 ჭრილობა მიაყენა მუცლის და ზურგის არეში, მოგვიანებით გვამი კაუჩზე ჩამოკიდა. მან ქირურგიული დანით სხეულის დანაწევრება დაიწყო და პირველად გადაწყვიტა ადამიანის ხორცის გასინჯვა. გვამიდან ხორცის რბილი ნაჭერი ჩამოჭრა, ტაფაზე შეწვა და შეჭამა, მაგრამ გემო არ მოეწონა. ეს იყო პირველი შემთხვევა კანიბალიზმისა მისი მკვლელობების დაწყებიდან. მოკლულს ხელი საათი ელექტრონიკა შეხსნა და შეინახა, ნეშტის ნაწილები ტყეში გაიტანა და დამარხა, რაც შემდგომში არასოდეს ნაპოვნი არ იქნა. მოჭრილ თავს მანიაკი ავტოფარეხში ინახავდა, ხოლო მოგვიანებით სერგეი ამ თავის ქალით სხვა მსხვერპლებს აშინებდა. 1 წლის შემდეგ კი გოლოვკინმა ის ჩაქუჩით დაამსხვრია და ძვლები გადაყარა. ერთ საღამოს მანქანით გამოსული სერგეი გოლოვკინის სადგურ პერხუშკოვოსთან გადააწყდა 10 წლის სერგეი სტროჩკინს, რომელიც მარტო მოძრაობდა. გოლოვკინმა ბიჭს მანქანით გაყოლა და გასეირნება შესთავაზა და ბიჭიც დათანხმდა. შემდეგ გაჩერდა და სტროჩკინს უთხრა აქვე ახლოს სათამაშოებით სავსე საწყობს ხომ არ გაძარცვავდა. როდესაც მან უარი მიიღო, გოლოვკინმა დანა ამოიღო და მუქარით აიძულა საბარგულში ჩამჯდარიყო. ბიჭი მან გარაჟთან მიიყვანა. ავტოფარეხში შესვლის შემდეგ გოლოვკინმა სტროჩკინი გააუპატიურა და სარდაფში ჩასასვლელ კიბეზე მიმაგრებულ თოკზე ჩამოახრჩო. ამის შემდეგ გვამი დაანაწევრა და ტყეში მოსკოვის კალცავოის 24 კილომეტრთან ახლოს დამარხა. აიღო მისი ხელის საათი სლავა, ხოლო დასაკეცი დანა გვამთან დატოვა. 1990 წლის 26 სექტემბერს ბიჭის ნეშტი აღმოაჩინეს და ის ამ დასაკეცი დანით ამოიცნეს. მოგვიანებით სტროჩკინის თავის ქალაში დანის მოტეხილი წვერიც იპოვეს. 1990 წლის 6 ნოემბერს გოლოვკინმა სარდაფში ერთდროულად 2 ბიჭი შეიტყოა, 14 წლის რომან დერგაჩოვი და 11 წლის ალექსეი ბურიაკოვი. გოლოვკინი მათ გაჩერება ინსტიტუტთან შეხვდა. ბიჭებმა მამაკაც სამხედრო ქალაქამდე მიყვანა სთხოვეს, სტროჩკინისა და ზახარენკოვისგან განსხვავებით. ეს ორი დათანხმდა გოლოვკინთან ერთად ქურდობის ჩასადენად წასვლას და ნებაყოფლობით ჩასხდნენ მანქანის საბარგულში. მსხვერპლთა სარდაფში შეყვანის შემდეგ მან მოზარდებს თავი ფიშერად წარუდგინა და ბიჭებს მანამდე მოკლული ზახარენკოვის თავის ქალა უჩვენა.
შემდეგ გოლოვკინმა დერგაჩოვს აიძულა ბურიაკოვისთვის ფეხქვეშ სკამი გამოეცალა იმის მუქარით, რომ თუ უარს იტყოდა, ის მეგობრის ადგილას აღმოჩნდებოდა და პირველი მას ელოდა ჩამოხრჩობა. მეორე დღეს დანაწევრებული გვამები ტყეში გაიტანა და დამარხა, ბიჭების ტანსაცმელი კი კოცონზე დაცვა. 1991 წლის 14 ივლისს ბიჭების ნეშტი ზვენიგოროდის სატყეო მეურნეობაში იპოვეს. 1991 წლის 22 აგვისტოს გოლოვკინმა სარდაფში შეიტყუა და მოკლა 13 წლის ნიკიტა ბოგდანოვი, რომელიც პერმის ოლქიდან გორკიატში, ოდინცოვოს რაიონში ბებიასთან იყო ჩამოსული. ბიჭმა ფიშერი ავტობუსის სადგურთან ახლოს გააჩერა და დაბა გორკიათამდე მიყვანა სთხოვა. გოლოვკინმა მგზავრობისას მას ქურდობის ერთად ჩადენა შესთავაზა, ის დათანხმდა და საბარგულში ჩაჯდა. სხვა ეპიზოდებისგან განსხვავებით გოლოვკინმა ის არ მოახჩო, არამედ ყელი გამოჭრა და ზურგზედანით უამრავი ჩრდილობა მიაყენა. მოგვიანებით სასამართლომ ამ ეპიზოდს მიანიჭა კვალიფიკაცია როგორც მკვლელობა განსაკუთრებული ტანჯვის მიყენებით და როგორც უფრო სასტიკი მეთოდი ვიდრე ჩამოხრჩობა. ამ ჩრდილობებისგან ბოგდანოვი გარდაიცვალა, გოლოვკინმა გვამს ზურგიდან კანი გააძრო და საკვები მარილით დაამარილა. ბოლოს მკერდზე 300-სგან შემდგარი უცენზურო სიტყვა გახურებული დანის წვერით ამოკვეთა. შემდეგ ორჯერ ნაწილ-ნაწილ გვამი ტყეში სანატორიუმ პოლიანის მახლობლად გაიტანა და იქ დამარხა. სისხლის სამართლის საქმის მასალებში გოლოვკინი ამ მკვლელობის შესახებ შემდეგ ყვებოდა. თითქოს თვალებზე ბინდი გადამეკრა, ჩემს ქმედებებს ვერ ვაცნობიერებდი, მე ის მოვკალი ჩამოუკიდე, შემდეგ კანი გავაძრე და კანი დავამარილე, თავად არ ვიცი რისთვის. 1992 წლის 22 აპრილის ღამეს გოლოვკინმა მოკლა 14 წლის სერგეი პლიუხინი, რომელმაც ფიშერს ნიკოლინის პარკამდე მიყვანა სთხოვა. თავდაპირველად მისი მოკლა არ სურდა, რადგან მოზარდი არ ემთხვეოდა მისი მსხვერპლის ტიპს, თუმცა იმ ღამეს ბიჭმა მისი გაძარცვა დააპირა. მან დასაკეცი დანა ამოიღო და გოლოვკინისგან მძღოლის სავარძლის დატოვებას მოითხოვდა, მაგრამ ფიშერმა ახალგაზრდა დამნაშავე მალევე გაანეიტრალა. შემდეგ 7 ტონით ბიჭს ქურდობის ჩადენა შესთავაზა, რაზეც ის დათანხმდა. სარდაფში შეტყუების შემდეგ გოლოვკინი ბიჭს დიდხანს აწამებდა, მან ის კიბეზე დაკიდებული თოკის მარყუჟით დაახჩო და სხვა მსხვერპლებივით კედელში ჩამაგრებულ კაუჩზე ჩამოკიდა. სამახსოვროდ დაიტოვა მისი დასაკეცი დანა და წითელი ფერის მინის სუვენირი. პლიუხინი უგზო-უგლოდ დაკარგულად ითვლებოდა გოლოვკინის დაჭერამდე. 1992 წლის 15 სექტემბერს ფიშერმა ბოლო და ყველაზე შემზარავი დანაშაული ჩაიდინა. მან მოკლა 3 მოზარდი, 12 წლის იური სიდიაკინი, 13 წლის ვადიმ შარიკოვი და 12 წლის დენის ეფრემოვი, რომლებიც ოდინცოვოს რაიონში სოფელ იურასოვოში ცხოვრობდნენ გორკიათიდან 2 კილომეტრის დაშორებით. ბიჭებს თავისუფალი დროის გატარება დედაქალაქში სადგურ ბელორუსიაში მდებარე სათამაშო აპარატების დარბაზში უყვარდათ. ამის გამო ისინი რეგულარულად ჩადიოდნენ მოსკოვში, სადაც ავტობუსით ან ავტოსტოპით ჟავორონკის სადგურიდან მიდიოდნენ. გოლოვკინი მათ აღნიშნულ სადგურში შეხვდა და დაარწმუნა, რომ სიგარეტით სავსე საწყობის გაძარცვაში დახმარებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ავტოფარეხში დაუყოვნებლივ არ წაიყვანა, არამედ მომდევნო დღეს 1992 წლის 15 სექტემბერს დაუთქვა შეხვედრა. დათქმულ დროს თავის მომავალ მსხვერპლებს გოლოვკინი უკვე სადგურთან ელოდებოდა. 2 მათგანს სთხოვა საბარგულში ჩასულიყვნენ, ხოლო მესამეს უთხრა მანქანის სალონში იატაკზე დაწოლილიყო. როდესაც კრემისფერი ვაზოს და 103 მწვანე გარაჟთან შეჩერდა, ბავშვებს გაუკვირდათ და ფიშერს დაბნეულებმა უთხრეს, ჩვენ სიგარეტების საწყობის გასაძარცვად წამოვედით. ეს კი საწყობის შენობას საერთოდ არ გავსო. ფიშერმა ბიჭები ავტოფარეხში იმ საბაბით შეიტყუა, თითქოს გაძარცვამდე ჯერ უნდა გახურებულიყვნენ, სადაც სერგეი ბიჭებს სპირტიანი სასმელით და შაშხით გამასპინძლებას დაპირდა. ავტოფარეხში შესვლისთანავე ფიშერმა კურტკის შიდა ჯიბიდან კუსტარულად გადაკეთებული გრძელპირიანი დანა ამოიღო, კარები ბოქლომით გადაკეტა და ბიჭებს იჩუმისკენ მოუწოდა, შემდეგ კი მათი ხელების შეკვრა დაიწყო. სარდაფში გოლოვკინი მათ 12 საათის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით აწამებდა. მან ბიჭებს თავი ფიშერად წარუდგინა, ხოლო შემდეგ უთხრა, ვინ ვის შემდეგ მოკვდებოდა. გოლოვკინს ეფრემოვი ყველაზე მეტად მოწონდა და გადაწყვიტა ის ყველაზე ბოლოს მოეკლა. თავდაპირველად თოკზე სიდიაკინი ჩამოკიდა. შემდეგ ეფრემოს აიძულა შარიკოვის ფეხქვეშ სკამი გამოეცალა იმის მუქარით, რომ თუ უარს იტყოდა მეგობრის ნაცვლად მასზე ადრე ჩამოახრჩობდა. შემდეგ გოლოვკინი ეფრემოს აიძულებდა ეყურებინა, როგორ ანაწევრებდა შარიკოვის გვამს. ფიშერმა ბოლოს ისიც ჩამოახრჩო, კაუჩზე ჩამოკიდა და სამსახურში წავიდა. მოგვიანებით გოლოვკინი ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებაში იხსენებდა. მე ვუთხარი მათ, რომ ისინი უკვე ჩემი მე-11 შვილები იყვნენ, მერე კი რიგითობა დავადგინე და მათგან უმარტე ვინ ვის შემდეგ მოკვდებოდა. ჯერ სიდიაკინი მოვკალი, შემდეგ ეფრემოვი ვაიძულე თოკზე ჩამოკიდებული შარიკოვისთვის სკამი გამოეწია.
შემდეგ გვამის დანაწევრებას შეუდექი, ეფრემოს კი უბრძანე ამ პროცესისთვის ეყურებინა, თან შინაგან ორგანოებს უჩვენებდი და ანატომიურ ახსნაგან მარტებებს უტარებდი. ბიჭმა ეს ყველაფერი მშვიდად ისტერიკის გარეშე მიიღო, მხოლოდ ინსტინქტურად თუ იხევდა უკან, როდესაც მას მოახლოება ვთხოვე შევამჩნიე, რომ თმა გათეთრებოდა, მოახლოებისთანავე კი ხელები კისერში წაუჭირე და გავგუდე. შემდეგ კი ისიც კაუჩზე ჩამოუკიდე. როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ცხედრები ღამით მანქანით წავიღე და ჩასტოვსკაიას მახლობლად ტყეში დავმარხე. 1992 წლის 5 ოქტომბერს, ბოლო მკვლელობიდან 3 კვირის შემდეგ, 3 გვამის შემთხვევით იპოვეს სოკოს მკრეფავებმა. ტყეში სამარხი, სავარაუდოდ, გარეულ ცხოველებს ან ქუჩის ძაღლებს ამოეთხარათ. დაღუპულთა ვინაობის დადგენის შემდეგ გამომძიებლები მათ სკოლას ეწვივნენ. იქ კი მათ ბიჭების მეგობარი რომან აზიზოვი აღმოაჩინეს. ისინი ერთად სწავლობდნენ სკოლაში, თუმცა მოკლული 3 ბიჭისგან განსხვავებით აზიზოვი გორკიათში ცხოვრობდა და ძალიან კარგად იცნობდა ზოოტექნიკოს სერგეი გოლოვკინის ცხენების ფერმიდან, რომელიც მის ამ მეგობართან ერთად იმ დღეს სადგურში დაინახა. როდესაც გოლოვკინმა ბიჭებს სიგარეტის აწყობის წარსვა შესთავაზა, მე იმ მომენტში ტუალეტში ვიყავი გასული. ბიჭებმა ეს იდეა მაშინ გამანდეს, როდესაც ბიძია სერიოჟა უკვე წასული იყო. ისინი წარსვას მომდევნო დღეს აპირებდნენ, რაზეც მე კატეგორიული უარი ვუთხარი და სახლში ავტობუსით წამოვედი. ამ ფაქტმა აზიზოვი მტანჯველი სიკვდილისგან იხსნა, როგორც შემდგომში გაირკვა. 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან გოლოვკინზე საიდუმლო თვალთვალი დაიწყეს, რადგან პირდაპირ მტკიცებულებები არ ჰქონდათ. გამომძიებლები ორჯერ ეწვივნენ მოსკოვის ნომერ 1 საცხენოსნო საჯინიბოს, სადაც ფიშერი მუშაობდა. თუმცა, ისინი გოლოვკინზე მაინც ვერ გავიდნენ, რომელსაც მოსკოვური რეგისტრაცია დაეხმარა ეჩვის თავიდან არიდებაში, რადგან გამოძიება ვარაუდობდა, რომ ძებნილი მანიაკი ადგილობრივი ოდინცოვის მკვიდრი იყო. 1992 წლის 2 აპრილს, ოდინცოვოს მანიაკის მკვლელობების გამოძიების ხელმძღვანელად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურორთან არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების უფროსი გამომძიებელი ევგენი ბაკინი, რომელიც მანამდე მონაწილეობდა ანდრეი ჩიკატილოს დაჭერის წარმატებულ ოპერაციაში ტყის ზოლი ქალაქ როსტოვში. თვალთვალის დაწესებიდან დაახლოებით ერთ თვეში 1992 წლის 19 ოქტომბერს ფიშერი დააკავეს. შავორონკებში რკინიგზის გადასასვლელთან მის მანქანას განზრახ შეეჯახნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ოპერატიულის თანამშრომლები და ჩხუბის იმიტაცია მოაწყვეს. ამ დროს თითქოს შემთხვევით ადგილზე მალევე აღმოჩნდნენ საპატრულო საგუშაგო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც სერგეი გოლოვკინი დააკავეს და ადგილობრივ მილიციის განყოფილებაში მიიყვანეს. გოლოვკინისთვის ეს მოულოდნელი იყო, თუმცა დაკითხვაზე ის მშვიდად იქცეოდა და დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა. გამომძიებლებმა კოსტარევმა და ბაკინმა პირდაპირ მტკიცებულებების არარსებობის გამო გადაწყვიტეს გოლოვკინი გაეშვათ, რის შემდეგაც მასზე ფარული მეთვალყურეობა უნდა გაეგრძელებინათ იმ იმედით, რომ გოლოვკინის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აიყვანნენ. მაგრამ მორიგე მილიციონერმა ევგენი დოროხოვმა იმ დღეს ბრძანების დარღვევით გოლოვკინი ერთადგილიან საკანში ჩასვა, სადაც მან ღამე გაატარა. დოროხევის ამ მანევრმა გაამართლა და დილით 20 ოქტომბერს 3 საათიან დაკითხვაზე გამომძიებელ კოსტარევთან სერგეი გოლოვკინმა აღიარა უგზო უკლოდ დაკარგული სერგეი პლიუხინის მკვლელობა, რომელიც მისი მერვე მსხვერპლი იყო. დაკითხვაზე გოლოვკინისთვის ამ მკვლელობის აღიარება ერთგვარი თავდაცვის წარმოჩენა იყო, რათა მისი სხვა მკვლელობები არ გამოაშკარავებულიყო. გოლოვკინმა გამომძიებლები პლიუხინის ნეშტის დამარხვის ადგილზე მიიყვანა. ამავე დროს მისი ავტოფარეხის ჩხრეკა დაიწყეს. სარდაფში ჩასულმა გამომძიებლებმა ბავშვის რკინის აბაზანის ფსკერზე უცნაური ყავისფერი ფხვნილის მნიშვნელოვანი ფენა აღმოაჩინეს, რომლის სისქეც თითქმის 10 სანტიმეტრი იყო. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო სულ მცირე 8 ადამიანის კრისტალიზებული სისხლი, რომელიც ფარსონკით იყო დამწვარი. ასევე აბაზანის ირგვლივ სხვა მტკიცებულებათა მთელი არსენალი აღმოჩნდა. 2 გაცვეთილი თოკის შპრიცები, კედელში ჩამაგრებული 2 კაუჭი, ქირურგიული დანები, 2 საშემდუღებლო ლამპა, ეგრეთ წოდებული ფარსონკა, ნაჯახი პოლიეთილენის ხელთათმანები, ვაზელინი და პრეზერვატივები. ავტოფარეხში ჩხრეკის ჩატარების შესახებ შეტყობის შემდეგ გოლოვკინს გასასამართლებელი ყოველგვარი საბაბი გამოეცალა და მან მკვლელობები აღიარა, რის შემდეგაც თავის მოკვლას სცადა. სერგეი გოლოვკინმა 11 ბიჭის მკვლელობა აღიარა, რომლებიც 10-დან 16 წლამდე მოზარდები იყვნენ. მან გამომძიებლებს დეტალურად უჩვენა დანაშაულისა და სამარხების ადგილები, თუმცა გამომძიებლები ეჭვობდნენ, რომ გოლოვკინს ოდინცოვოს რაიონში 40 მკვლელობასთან ჰქონდა კავშირი. ოდინცოვოში იმ პერიოდში 40 გაუხსნელი მკვლელობა ფიქსირდებოდა, მათ შორის სასკოლო ასაკის გოგონებიც იყვნენ. გოლოვკინს ასევე ეჭვმიტანილად მიიჩნევდნენ 16 წლის ვიტალი ზაიკოვის მკვლელობაში, რომელიც 1999 წლის 2 იანვარს სათხილამუროდ გასვლის შემდეგ დაიკარგა, გარკვეული დროის შემდეგ კი ბიჭის გვამი ტყეში იპოვეს.
ზაიკოვის მკვლელობას მაშინ გამოძიება ამუშავებდა როგორც მანიაკის შესაძლო მსხვერპლი, მაგრამ იმ დღეს გოლოვკინს მყარი ალიბი ჰქონდა. მხოლოდ 1993 წელს გაირკვა, რომ მოზარდი სხვა სერიული მკვლელის, ბალაშიხას მფატრავი სერგეი რიახოვსკის მსხვერპლი გახდა. 11 მკვლელობის აღიარების შემდეგ გოლოვკინმა ჩვენების მიცემა შეწყვიტა და სხვა მკვლელობებში მონაწილეობა არ აღიარა, თუმცა არ უარყოფდა, რომ მსხვერპლი მეტი ჰყავდა. კერძოდ, გოლოვკინი უარყოფდა თავის კავშირს 16 წლის ოლეგ გასკოვის მკვლელობასთან, რომელიც გაუხსნელი რჩებოდა. 11 მსხვერპლიდან მხოლოდ ზახარენკოვის ნეშტი არ იქნა ნაპოვნი, მიუხედავად იმისა, რომ გოლოვკინმა თავად უჩვენა ადგილი, სადაც მოზარდის კვამი დამარხა. სერგეი გოლოვკინი გამოძიების დროს მშვიდად იქცეოდა, მონოტონურად ყვებოდა მკვლელობების შესახებ და შიგადაში გამომძიებლებს სარკაზმით პასუხობდა. ერთ-ერთი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებელმა ბაკინმა უთხრა გოლოვკინს აეხსნა თუ როგორ ანაწევრებდა მსხვერპლებს. ფიშერმა კი ბაკინს მშვიდად უპასუხა: მომიყვანე შენი შვილი და უფრო კარგად, დეტალურად გიჩვენებ თუ როგორ ვანაწევრებდი ჩემს მსხვერპლებს. ამ დროს კი პროკურორის ვაჟი ანატოლი დაახლოებით იმავე ასაკის იყო, როგორც მანიაკის სხვა მსხვერპლები. საკანში ყოფნისას გოლოვკინმა დედასთან შეხვედრაზე უარი თქვა, მას თითქოს რცხვენოდა, მაგრამ მოგვიანებით წერილი მისწერა, რომელიც დოკუმენტების არქივში დატოვეს, ხოლო მანიაკის დედას ასლი გადასცეს. გამარჯობა ძვირფასო დედიკო, აი გამოაშკარავდა ყველაზე საშინელი საიდუმლო. ხედავ, რა ნაძირალა ყოფილ ვარ, ყველაფერი დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. მაშინ ეს მხოლოდ ოცნებები იყო, შესაძლებლობების გამოვლენისთანავე გაჩნდა სურვილი ამ შესაძლებლობების განხორციელებისა. მაგრამ რა საჭიროა დეტალებში შესვლა, შენთვის ისინი ალბათ უკვე ცნობილია. მე მესმის და ადრეც მესმოდა, რამდენი მწუხარება მოგაყენე შენ და ყველა ახლობელს, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი საკუთარი თავის გადასარჩენად. მოდი, მთავარზე ვიფიქროთ და საღად ვიმსჯელოთ. მრცხვენია ამ წერილის წერა, მრცხვენია ამანათების მიღება, თავს უცხოპლანეტელად ვგრძნობ. ყველას ხავს ცოლები, შვილები, საყვარელი ქალები და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიცხოვრო იმავე საზოგადოებაში, სადაც ისეთივე ბავშვების მშობლები დადიან ირგვლივ, როგორებსაც მე ხოცავდი. ფიქრობ და მეთანხმები, ასეთი დანაშაულები არ ეპატიება არც ერთ ადამიანს და არც შეიძლება რომ ეპატიოს. ახლა ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა ჩემი ჯანმრთელობის გადახრებს აღიარებს და ეს ჩემთვის თუნდაც ოდნავი რეაბილიტაცია იქნება. თუ არა, მაშინ ჩემთვის ცხოვრებას აზრი ეკარგება, მე მაინც განწირული ადამიანი ვარ და იქნებ ჯობია ჩემზე უარი თქვა. მე მეშინია იმის გაფიქრება, თუ როგორ იცხოვრებთ იმავე ქალაქში, იმავე უბანში, იმავე გარემოცვაში ირგვლივ. აი, თითქოს სულ ესაა, ყელში ბურთი მეჩხირება, მაგრამ რა აზრი აქვს ახლა ლაპარაკს. ცუდი შვილი ვიყავი შენთვის, მაპატიე თუ შეძლებ, მაგრად კოცნი, შენი მოსიყვარულე შვილი სერიოჟა. წერილში გოლოვკინი ოჯახს ასევე სთხოვდა გაეყიდათ ავტოფარეხი მანქანა და ის თანხა თვითონ გამოეყენებინათ. თუმცა 1993 წლის 26 აპრილს დილის 5 საათზე გოლოვკინის ავტოფარეხი და მანქანა დაღუპული მოზარდების მშობლებმა გადაწვეს. მოგვიანებით მანიაკის სარდაფი, სადაც ის ბავშვებს აწამებდა და კლავდა მიწით ამოივსო და იქ გოლოვკინის მსხვერპლთა ხსოვნისათვის მიძღვნილი სპონტანური ბეტონის მემორიალი დაიდგა. 1993 წლის 2 ივნის გოლოვკინმა სერბსკის სახელობის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევა გაიარა, სადაც ის შერაცხადად ცნეს შიზოიდური ფსიქოპათიის ნიშნებით. გოლოვკინი სრულად აცნობიერებდა თავის ქმედებებს, ფრთხილად მოქმედებდა, აკეთებდა შესვენებებს და ზედმიწევნით აზუსტებდა მკვლელობების დეტალებს დაკითხვებზე. გოლოვკინის საქმე 95 ტომისგან შედგებოდა და სერიული მკვლელის სასამართლო პროცესი მოსკოვში 1994 წლის 22 აგვისტოდან 19 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. სასამართლო დახურულ რეჟიმში ტარდებოდა, რათა დაღუპულთა ახლობლებისთვის დამატებითი ტკივილი არ მიეყენებინათ. მოსამართლე არ კითხულობდა სიკვდილის დეტალურ მიზეზებს, განსაკუთრებით წამებისა და დანაწევრების ეპიზოდებს და მოკლედ ამბობდა, რომ მოზარდები წამებას ექვემდებარებოდნენ და მოკლულნი იყვნენ სერგეი გოლოვკინის მიერ. გოლოვკინის მშობლები და ასევე მისი და სასამართლოზე არ დადიოდნენ დაღუპულთა მშობლებისა და ნათესავების მხრიდან ანგარიშწორების შიშით. ბოლოს ხდომაზე გოლოვკინმა თქვა, რომ სიკვდილის არ ეშინოდა და დახვრეტას ითხოვდა. საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ სასამართლომ სერგეი გოლოვკინი დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ დამამძიმებელი გარემოებებით ჩადენილ 11-ვე განზრახ მკვლელობაში. ის ასევე დამნაშავედ ცნეს მკვლელობებამდე რამდენიმე წლით ადრე აღმოჩენილ სხვა მოზარდებზე თავდასხმაში, გაუპატიურების მცდელობებში და მოკლულ მსხვერპლთა პირადი ქონების მოპარვაში. 1994 წლის 19 ოქტომბერს სერგეი გოლოვკინს სასამართლომ სიკვდილით დასჯა დახვრეტით გამოუტანა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ გოლოვკინმა მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის სახელზე შეწყალების თხოვნა დაწერა.
მაგრამ 1995 წლის 26 ნოემბერს, გოლოვკინის 36 დაბადების დღეზე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა დახვრეტის სამუდამო პატიმრობით შეცვლის შესახებ უარი განაცხადა. მანიაკის მწვანე ავტოფარეხი აღსანიშნავია, რომ სწორედ პრეზიდენტ ელცინის აგარაკიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობდა. შეწყალებაზე უარის გაგების შემდეგ გოლოვკინს არანაირი რეაქცია არ ჰქონია და თავისი გარდაუვალი ბედი მშვიდად მიიღო. სერგეის სიკვდილმისჯილთა საკანში პატარა კატა ჰყავდა, რომელსაც განუწყვეტლივ ეფერებოდა. როდესაც გოლოვკინი სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა, მას დედა არაერთხელ სტუმრობდა, რომელმაც შვილზე უარი მაინც არ თქვა. ლარისა გოლოვკინა არაერთხელ იკითხავდა მისი შვილის დახვრეტის თარიღზე, მაგრამ საბოლოოდ მისთვის არაფერი უთქვამთ. გოლოვკინი ციხეში დაუმეგობრდა სხვა სიკვდილმისჯილს ბორის გოლუბევს. მოგვიანებით გოლუბევი შეიწყალეს და მას სიკვდილით დასჯა უვადო პატიმრობით შეუცვალეს. გოლუბევი ფიშერს მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად ახასიათებდა, რომელსაც სიკვდილის დასჯის შიში საერთოდ არ ეტყობოდა იმ ხნის განმავლობაშიო. ბოლო ინტერვიუში გოლოვკინმა ჟურნალისტთან თქვა: პატიება მინდა ვთხოვო, რა თქმა უნდა, მათ ვინც მიცნობდა, წარმოუდგენლად გაუმართლებელი დამნაშავე ვარ ყველას წინაშე, განსაკუთრებით დედაჩემის წინაშე. სულ ესაა. სასამართლოს განაჩენი 1996 წლის 2 აგვისტოს აღსრულდა. სერგეი ალექსანდრეს-ძე გოლოვკინი, მეტსახელად ფიშერი, იგივე ოდინცოვოს რისხვა, პედოფილი, ნეკროფილი, კანიბალი, მწამებელი და უსასტიკესი სერიული მკვლელი მოსკოვში, ბუტირკის ციხეში დახვრიტეს. აღსანიშნავია, რომ გოლოვკინი რუსეთის ისტორიაში უკანასკნელი სიკვდილით დასჯილი პატიმარია. მისი დახვრეტიდან 6 თვის შემდეგ სიკვდილით დასჯის კანონზე მორატორიუმი გამოცხადდა, ცოტა ხნის შემდეგ კი კანონი სრულიად გაუქმდა.